Საგერის ბიუჯეტის 3.257.000 ლარს შეადგენს ფინანსური დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთი მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ონერი ნემსიწვერიძე. მისი განცხადებით ბიუჯეტი ხელფასების ზრდაზე ამორგებული და არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები. საერთოდ არ არის ეს ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით დაგეგმილი ბიუჯეტი. აქ არის ისეთი ხარჯები, რომლებიც ადამიანებს ლეჩხუმელ ხალხს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა ოდნავ ამოისუნთქოს. ანუ სოციალურად ვერაფერს ვერ ვეხმარებით ჩვენ ხალხს. ეს არის ძირითადად ბიუჯეტი, რომელიც სახელფასო და აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება. ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ ხელფასზე ორიენტირებული არ არის, აქ მნიშვნელოვანი წილი არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის და რაც მთავარია და რაც ქვეყნისა და სახელმწიფოს და რაიონის პრიორიტეტი არის, ეს არის სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება იმ უფლებამოსილებებში და იმ ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.